მე ვარ ფერმერი ალეკო პაპავა. ჩემი მეფუტრება დაიწყო ერთი ოჯახი ფუტრის სკიდან. სადღაც მეფუტრებას მივზდებ 2000 წლიდან და 2015 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც მეფუტრები არიან, შევქმნით კოოპერატივი. კოოპერატივი ახლა იცვლის 350 ოჯახზე მეტს. კოოპერატივში ვართ გაწევრიანებული 11 ადამიანი და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება უფრო კარგი ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ. კოოპერატივის დახმარება მიცა ენპარტმა და ენპარტის მეშვეობით შევიძინეთ სკები, ავტომანქანა და ასე შემდეგ ინვენტარი. ახლა ძირითადად რასაც ვაკეთებთ, ჩვენთვის თავარი არის, რომ იყოს ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენ არასდროს არ გვიხმარია ანტიბიოტიკები. ყველაზე დიდი პრობლემა რაც თაფში არის დღევანდელობაში შექმნილი, ეს არის ანტიბიოტიკი, ანტიბიოტიკის დანაგვიანება. ბოლოს სინჯები რო აიღეს, ჩვენ სინჯში არ აღმოჩნდა ანტიბიოტიკი, მაგრამ აღებული ნიმუშებიდან 104 ნიმუშიდან 54%-ში ანტიბიოტიკი იყო. რაც აუცილებლად სახელმწიფოსგან დახმარება გვინდა და სახელმწიფო ქეთს 2019 წლის 1 იანვრიდან აკრძალა რიგი ანტიბიოტიკები. ეს კარგია, მაგრამ მარტო ეს ნაბიჯებიც არ კმარა. აუცილებელია ფალსიფიკაციასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ სკაში, ეს არის პირველი საგაზაფხულო ხილვა და ვამოწევთ სკას ბარტყზე, დედის კვერცხმდებლობაზე, საკვების რაოდენობაზე, ხوار უჭერს რომელიმე სხვა არ უნდა დახმარება. პირველი რაც აუცილებელი არის სკებისათვის ამ მომენტში, ეს არის ხوار არის საკვების ნაკლებობა და ხوار აქვს რამე პრობლემა. ფერმერებისათვის ანტიბიოტიკების თემას მინდა ისე რომ შევეხო. აი ასეთ პერიოდში იციან კანდის ან სიროპის მიცემა და ამ სიროპში ურევენ ხოლმე ანტიბიოტიკს. მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ 20 წლიანი გამოცდილებიდან სხვათა შორის რომ ჩვენ ანტიბიოტიკი რაზეც არ გვიხმარია და არც ეს დანაკარგი გაგვიცდია ამ ხრივ. თავისუფლად შეუძლია ყველას რომ გვენდოს სიტყვაზე და ანტიბიოტიკების უმისოთ იმუშაონ ფუტკარში. ძირითადად ჩვენ მკვლელობთ ტკიპაზე. ტკიპა არის ერთ-ერთი 21 საუკუნის დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს ფუტკარს და ტკიპა შეუძლია ფუტკარში შეიტანოს 20-მდე ვირუსი. აი თავარი არის ტკიპის პრობლემა მოგვარდეს, რომ უკვე საჭირო არ არის არანაირი ანტიბიოტიკი. ახლა თუ ნახე მე მაგალითად რომელიმე სკაში რამე დარღვევა ავდგები და იმ სკას ავდგები და პირდაპირ მოვიშორებ რა, ასე რომ ვთქვათ. უხეშად. და არანაირი პრობლემა არ არის. ახლა მე თვითონ 20 წლიან გამოცდილებაში მხოლოდ ერთადერთხელ მქონდა შემთხვევა. და ისიც ალბათ იყო მეზობელის სკიდან ან რაღაცა შემოტანილი დაავადება, თორე დედი არანაირი პრობლემა არ არის ეს. მე ვიყენებ მაგალითად ბიომეთოდებს. მაგრამ ჯერ სამ ბიომეთოდებზე რამეს მივალთ, ჩვენ ვიცით ფერმერებმა, მეფუტკრეებმა პრეპარატების გამოყენება ისე რომ შეიძლება ფუტკარს ეს არც სჭირდებოდეს. აი ძირითადად ვაკეთებთ ტესტებს, არის რა ხივარის დაავადება მისული, როგორ, რანაირად და მის დამიხედვით, საჭიროების დამიხედვით ვიყენებთ შესაბამის ბიოპრეპარატებს, ასე რომ ვთქვათ. ეს არის წიწაკა, არის ქრისტესისხლას ნაყენი და სხვადასხვა საშუალებები. და საერთოდ არ არის რა საჭიროება, რომ ეს ანტიბიოტიკი ისე გამოვიყენოთ. აი შეიძლება მე ცულს არ ვიყენებდი, ცულში მე ანტიბიოტიკს არ ვიყენებდი, მაგრამ ჩემს თავში აღმოჩნდეს ანტიბიოტიკის ნაშთი, დანაგვიანება. და ძირითადად ეს არის ცვლიდან გამომდინარე. ესე იგი ვიღაცა მეფუტკრე იყენებს ამ ანტიბიოტიკს, ეს ანტიბიოტიკი გადადის შესაბამისად ცვილში და შემდეგ როდესაც ჩვენ ამ ფიჭას და ფირფიტებს როცა ვცვლით, აი ამ დროს მე ვიღებ იმ მეფუტკრის მიერ აღებულ ცვილიდან ფიჭა მომაქვს რა ჩემს საფუტკრეში და აი მაგალითად ეს შემდეგ ეს ხდება უკვე თაფლში, თაფლის ნიმუში. სახელმწიფომ კარგია რომ 2019 წლის 1 იანვრიდან აკრძალა რიგი ანტიბიოტიკები, მაგრამ ეს საქმეს არ შველის, ვინაიდან ეს ანტიბიოტიკები სანამ არ მოიწურება ან ვადარგაუა, მაინც გაყიდვაში იქნება. ყველაზე მთავარი პრობლემა არის თვითონ მეფუტკრის ცნობიერებაში. ყველაზე მთავარი მტერი ესაა. თვითონ მეფუტკრე უნდა დაგმოსუნდა ის მანკიერი მხარე რაც არის და რასაც ეს ანტიბიოტიკი ქვია. და აბსოლუტურად უსაფრთხოდ გადავიდეს ჩვეულებრივად ოჯახების მოვლას. მთავარი არის აკონტროლოს ერთი რამ. ეს არის ვაროას ტკიპა. აი ყველაფერი მოდის ვაროას ტკიპიდან უკვე. პირველი, ახლა ჩვენ ხედავთ უკვე დღეს რომ ამინდის რაღაც 18-20 გრადუსამდე ისე თუ არის და ფუტკარის აქტიურად მუშაობს თუ დავაკვირდებით, ქეთს მტვერიში აქვს ყვავილები. ეს ერთ-ერთი იმის მანიშნებელია რომ უკვე ოჯახში არის ბარტყი. და ფუტკარი უკვე აქტიური ეტაპზე არის გადასული განვითარების. და მე შემიძლია განახოთ ერთ-ერთი პატარა მარტივი ტესტი, სადაც უბრალოდ ბიომეთოდის შაქრის პუდრასა და ნებისმიერ შაქრის პუდრის გამოყენებით დავადგინოთ ოჯახი რამდენად არის დაავადებული ტკიპაზე.
ესე იგი ეს არის შაქრის პუდრა, დაფქვილი, ბავშვი ჭურჭელი, რომელსაც თავი არის, ასე რომ ვთქვათ, მავთულბადი არის გადაკრული და აი ამ ჭურჭლიდან ახლა განახებთ როგორ ხდება ეს პროცესი. გადახსნი ერთ ოჯახს. სტილო მოვძებნო ბარტიანი ჩარჩო. ვაკვირდები ჩარჩოზე ხო არ არის დედაფუტკარი. სტილობ რომ ჭურჭელში მოვათავსო ფუტკარი. ისე რომ დედაფუტკარი მასში არ გაურიო. ესე იგი ჩავყარეთ დაახლოებით 100-მდე ფუტკარი და შემდეგ ამას ზევი დავაყრი შაქრის პუდრას. ისე რომ ფუტკარი კარგად აირიოს, ასე რომ ვთქვათ, აიგლისოს შაქრის პუდრაში. ავიღებ სუფთა ქაღალდს. და შემდეგ ფერთხავ ჩვეულებრივად. დავათვალიერებ იმას და აი გადმოცივდა 1 ვარვას ტკიპა დაახლოებით. ეს არის მარტივი მექანიზმი იმისათვის, რომ დავადგინოთ არის თუ მე მაგალითად 100 ფუტკარში რაოდენობაში ავომივარ და 3 ტკიპა, მაშინ უკვე ვთვლი რომ ეს ოჯახი არის დასამუშავებელი ვარვას. და შესაბამისად ან გამოვიყენებ ორგანულ მჟავას, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ იმას აკრძალულ ნივთიერებებში, რომელიც არ შედის და მეს უბრალოდ გამოვიყენებ, შემდეგ შევასხურებ და დავამუშავებ მითი ამ ოჯახს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ოჯახი არ საჭიროებს დამუშავებას და არც არის აუცილებელი, რომ 1 თვის განმავლობაში რამე პრეპარატი ან რამე წამალი მასში ვიხმარო. არ არის ამისი აუცილებლობა არანაირი. აქ ფუტკარს არანაირი ზიანი არ ადგება. და ვაკვირდები მის ბარტყის განვითარებას, ასე რომ ვთქვათ, შემდგომში. აი თუ დააკვირდებით, აი დედაც აი როგორ წრეზე დებს კვერცხს და ჩვეულებრივად კარგი დედა არის და ავითარებს კვერცხს. თავარი არის შემოწეს დედა კვერცხის დებაზე, განაახლა თუ არა მან კვერცხს დება, აი ამ ზამთრიდან გამომდინარე. და ვითარდება თუ არა ოჯახი რაოდენობრივად. აი ისე მინდა ამ ანტიბიოტიკებს შევეხო. საერთოდ ზოგჯერ კი რა ხშირად ვიხედებ ინტერნეტში და ვკითხულობ სტატიებს თვითონ მეფუტკრეების და ენტომოლოგების მიერ. და მათ ჩაატარეს ასეთი კვლევა. ესე იგი აიღეს ოჯახების რაოდენობა, ერთი და იგივე რაოდენობა, ერთ ნაწილში იხმარეს ანტიბიოტიკები, მეორე ნაწილი კი ჩვეულებრივად, როგორც ჩვენ ვაგრძელებთ, ისე გააგრძელეს დაკვირვებები. ეს არანაირი პრეპარატი, არანაირი წამალი. შედეგი იყო გასაოცარი. აი დაღუპული ოჯახების რაოდენობა, სიტყვაზე რო ავიღოთ, გაუტოლდა ანტიბიოტიკები, სადაც იხმარეს იმ ოჯახების დაღუპული რაოდენობა, გაუტოლდა ისე იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც არანაირი ანტიბიოტიკი არ გამოყენებიათ. ესე იგი, არანაირი შედეგი არ ქონდა ანტიბიოტიკების გამოყენებას თუ არ გამოყენებას. ასე რომ ვთქვათ. პირიქით, ეს უაზრობა არის ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკების გამოყენება და თვითონ ამერიკელი მეცნიერების მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ანტიბიოტიკი არის ზედმეტი, ყველანაირად ზედმეტი ფუტკრის ოჯახში. თანაც ანტიბიოტიკები გამოიცემა თვითონ ვეტერინარის დასკვნის შედეგად. ვეტერინარი მოდის, ათვალიერებს კაცს, გადის ინსპექციას, რამდენად კეთილსაიმედოა
ეს საფუტკრე და მის დამიხედვით ხდება აი ამ საფუტკრის ან თაბარობა ან სხვა ადგილზე გადაყვანა და საერთოდ თუ დაავადების რამე ნიშანი აღმოჩნდა, მაშინ უკვე საკარანტინო ზონა ცხადდება და ის ოჯახები გადის შემდეგ უკვე ვეტერინარის რჩევა დარიგების და მიხედვით და ინსტრუქციის მიხედვით უკვე მკურნალობას. ამ შემთხვევაში მე მოვახდენ ფუტკრის ოჯახების დასუფთავებას ხილვას. ანტიბიოტიკს აქვს ერთი უარყოფითი თვისება. ანტიბიოტიკი არ არჩევს კარგს და ცუდს. ფუტკარს აქვს თავისი მიკროფლორა და მიკროფლორიდან გამომდინარე ქეთს კარგს და ქეთს ცუდს ამ პატარა მიკროორგანიზმებს ფუტკრის სხეულში ანადგურებს. და შემდეგ, როდესაც უკვე ფუტკარს იმუნური სისტემა არ გააჩნია, პირიქით ეს დაავადებები იმდენად ძლიერია, რომ მაშინათვე იფეთქებს ხოლმე ოჯახში. ამიტომ ჯობია ფუტკარი ვიყოლიოთ ისეთი ფუტკრის ოჯახები, რომელიც არ იქნება მიჩეული ანტიბიოტიკს, შესაბამისად ძლიერი ექნება იმუნური სისტემა და უფრო მედეგი გენეტიკურად გამოვა შემდეგი თაობები. საერთოდ რო ვაკვირდებით ჩემს გამოცდილებით, ყოველთვის ძლიერი ოჯახები ნაკლებ შრომას მოითხოვენ აი თუნდაც გასახლის პერიოდში. აი ახლა რო ვაკვირდები ამ ოჯახებში არანაირი ანტიბიოტიკი არ არის მირთვეული, თანაც მაქვს თუ დაკვირდებით ღია, ემას არც მე სამთარში ხურავ არც არაფერი, ჩუბლებად ჰაერაცია ჩუბლებად ხდება და აი მტვერის რაოდენობაც არის მინიმალური. ანუ თვითონ ოჯახი ასუფთავებს და ყველანაირ ჰიგიენურ საქმიანობას ეწევა თავის ოჯახში. აბსოლუტურად სისუფთავი არის, რაღაცა უნიშნელო მტვერის რაოდენობა არის. თანაც ჩვენი ფუტკარი გამოირჩევა პროპოლისის შეგროვებით და სხვები ფიქრობდნენ, რომ აი ეს ერთ-ერთი უარყოფითი თვისება იყო ჩვენი ფუტკრის, მაგრამ დღეს ევროპელი მეცნიერები უკვე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თვითონ პროპოლისი ქმნის ფუტკრის კაში გარკვეულ მიკროკლიმატს, რომელიც მას იცავს დაავადებებისაგან. თვითონ პროპოლისი ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. და ასე ვთქვათ, ზედმეტი ჩარევა ფუტკრის ოჯახებში სრულიად არ არის საჭირო. ფუტკარი ამდენად უფრო ძლიერია ფუტკრის ოჯახები, იმდენად უფრო ძლიერი არის მასში ჰიგიენური ქცევა. აი ეს ფუტკარი ძლიერი ოჯახები თვითონ ასუფთავებს თავის სკას, თავის სკერს და მასში მინიმალური რაოდენობით არის რამე მტვერი, ასე რომ ვთქვათ, ზამთრის ნარჩენი. ყველაფერი გაშლილი არის ზედა კვერცხებს, ასე რომ ვთქვათ, და დაავადების შანსებიც ძალიან ნაკლებია. არ ხდება რამე ნესტის დაგროვება, რომელიც სტრესული მდგომარეობის შექმნა, აი სხვადასხვა ვითარებები. აი კვერცხის დება მშვენივრად არის განვითარებული, დედა მიყვება, ეს არის ერთი პერიოდის ბარტყი და აი შეგიძლიათ თვითონაც ნახოთ რა ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ. გასაღების პრობლემა შედაბაზარზე არის, მაგრამ ყველაზე საუკეთესო არის, იმიტომ რომ ჩვენ ვაწარმოებთ მონოფლორულ, პოლიფლორულ თაფლს და საჭირო არის მეტი საწარმო, რომ მოხდეს ამ თაფლის შეგროვება, კუპაჟირება და მისი ერთგვაროვან მასად, ასე რომ ვთქვათ, ჩამოსხმა. ხო და შემდეგ რომ ევროპის ბაზარზე ან სადმე სხვა ქვეყნებში ექსპორტზე რომ გავიტანოთ. და ჩვენი თაფლი სხვადასხვა ხარისხობრივად ითვლება, რომ ეს არის მაღალი ფასის, ასე რომ ვთქვათ, სეგმენტის დამკავებელი. და ასე რომ ვთქვათ, უტოლდება ახალ ზელანდიურ მანუკას თაფლსაც და
თავის სამკურნალო თვისებებითაც ძალიან გამოირჩევა. ეს არ არის არც უკრაინული თაფლი, რაღაცა ერთი მცენარისგან შეგროვებული. მცენარებს რაღაც მუშაობს თუ დავაკვირდებით, ქეთს ყვავილის ყვითელი მტვავილი შემოვა სხვადასხვა და ჩვენი ფუტკარი საერთოდ ნახულობს 24-25 სხვადასხვა სახეობის მცენარეს. თავისი თვისებებით გამოირჩევა, თავისი მშვიდი ხასიათით და თავისი თაფლის შეგროვებითაც. თუ დავაკვირდებით, ნექტარიც კი ოსმოტანილი ახალი. აი თუ დავაკვირდებით, აი ზეზე გავაბრწყინდება. ახალი შეგროვებული. ახლა ჩვენთან ყვავის ასე მცენარეები, როგორც არის ტირიფი, იები, აი პატარ-პატარა მცენარეები, შინდი დაიწყებს მალე ყვავილობას, ყემალი გაშლილი არის ზოგ ადგილებში. და ძირითადად ხდება აი ამ მცენარეებიდან შეგროვება. თუ ასე თვლიანები დაიკავება, ალბათ უფრო უკეთესად განვითარდება და მეტი მცენარე, რაც მეტი ყვავილი იქნება, მით უფრო ოჯახის განვითარებაც შესაბამისი იქნება. კოოპერატივის განვითარების პლუსი ის არის, რომ აი აქ ბევრი მეფუტკრე ვართ შეგროვებული და შრომის გადანაწილება ხდება. მე არ მიწევს მარტო ერთი სამუშაოს კეთება და ერთი ყველა სამუშაოს კეთება, არამედ გადავინაწილებ სამუშაოს და ერთი ერთს აკეთებს, მეორე საკეთებს, მესამე მესამეს და შესაბამისად შედეგიც უკეთესია. მე ერთმანეთს ვეხმარებით მთავრობისას, გადატანისას, თაფლის დაწურვისას და ასე შემდეგ და რაც შეეხება მეფუტკრეთა გაერთიანებას უდიდესი საქმე გაკეთდა ახლა, როდესაც საქართველოში მოხდა ყველა მოქმედი ასოციაციის და ყველა ასე ვთქვათ დიდი ამ მეფუტკრეობის დარგში ამ საწარმოების ორგანიზაციების გაერთიანება. სადღაც საქართველოს და მას ქვია სახელად საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, რომელიც ეწევა ანტიბიოტიკების პროპაგანდას პირველ რიგში. და ეს არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ სხვა გეგმებიც, როგორიცაა მაგალითად საფუტკრეების პასპორტიზაცია, ფიქრობთ ვეტერინარიაზე, ფიქრობთ ლაბორატორიული ანალიზების სინჯებზე, ვინაიდან ეს ლაბორატორიული ანალიზის სინჯები მეფუტკრეს და ერთ საწარმოებს თუნდაც კოოპერატივს ძალიან ერთი სინჯი 1200 евро ღირს. და ძალიან ძვირი არის ის ერთი მეფუტკრისათვის და ერთი საფუტკრისათვის, ასე რომ ვთქვათ. აი სახელმწიფო თუ მოახდენს ამ ხრივ სუბსიდირებას, ეს საუკეთესო იქნება. გაზაფხულის სამუშაოსათვის ახლა ჩვენთან რახან დასავლეთ საქართველოში ძალიან თბილა და ფუტკრის ოჯახები ვითარდება. მე შემიძლია მას დავუწყო უკვე სიროპით კვება 70%-იანი, ეს ის რაღაც 700 გრამი შაქარს ავიღებ 1 ლიტრად წყალს, მიახლოებით პროპორცია რო ვთქვა. და აი ამ პროპორციის მიხედვით დავუწყებ მიცემას საღამო პერიოდში. ეს კიდევ უფრო გააქტიურებს დედამოუმატების კვერცხს და არანაირი საშიშროება არ იქნება ამ ხრივ. ყოველთვის ჯობია ისე, რომ რაც მეტი საკვებს დაუტოვებთ ფუტკარს, ეს უკეთესი არის, იმიტომ რომ თვითონ თაფლი და თვითონ ჭეო არის ეს ისეთი ანტისეპტიკი, რომელიც ასე ვთქვათ ყველანაირ დაავადებას ებრძვის. სხვადასხვა ეს არის უნარიმანდოსკა. ჩვენთან გათვლილია, რომ მაინც აუცილებელი არის ნარიმანდის ამოღება, იგივე შიპის, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ რასაც ვეძახით და მე ამ სკასკებს ვამთაბარებ ყველაფერი აი ამ სკებს და არანაირი საჭიროება რა თვითონ ჩვენი ფუტკარი ამას ისე დააწებებს, რომ ფეხის რო გავარტყა მაგალითად ერთმანეთის корпуსები არ მოცილდება. და არის კიდევ ერთი ჩვენთან ვიზდევენ დადანის ტიპის სკებს. უკეთესი არის რუტის ტიპის სკები, თუ ფიქრობთ სამეწარმეო მეფუტკრეობაზე. ეს უფრო მეტი თაფლის შემოსავალს მოიტანს, ვიდრე დადანის სკა. თვითონ დადანის საფუტკრეში, სადაც ეს სკები აქვთ, თვითონ იყენებენ რუტის ტიპის სკებს. საქართველოს ყველა მეფუტკრეს მინდა ურჩიო, რომ არასდროს არ გამოიყენონ ანტიბიოტიკი. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი უდიდესი მანკიერი ცუდი მხარე და რომელიც ქეთს სახელს გვიტეხავს, ქეთს ჩვენ საუკეთესო პროდუქტს თავს ანაგვიანებს და ყოველთვის ვეცადოთ, რომ გადავიდეთ ბიომეთოდებზე და რაც შეიძლება უფრო დაუახლოვდეთ ფუტკრის, ასე რომ ვთქვათ, თავის ბიოლოგიურ ცხოვრებას. არ ვიფიქროთ მარტო მეწარმოებაზე, თავს ფუტკარი სიდაში აგროვებს, თუ მას სწორად მეუდგებით და მეტ განათლებას და მეტ გამოცდილებას თუ გავუზიარებთ ამაში ერთმანეთს.